ჭინჭარაული მიხარ გადუარზე ეგ არის ჩემი გვარმამიშვილობა გადუათ მიხარ შეიძლება რომ ჩავწეროთ და დაბადებიდან წარმოშობიდან ადასვაბიდან მოვდიოთ ჩვენ ამ სოფლიდან ას ძირითადად აც მოსულა ჩვენი წინაპარი სოფელი გუდანი თავიდანვე გუდანი აქვს ამას დარქმეული რა იყო იცი ჩვენი წინაპარი როგორც ვიცით ლეგენდარულად წამოსულია ყვარლიდან გამოექცა იქიდან ბატონსა ყმა და გადმოვიდა იქიდან ამ ფშავის მთებში აი კი ახმეტის აქეთ სადღაც იქ თიანეთის მხარეში არის სოფელი ყოფილა მაშინ აფშო ხოდა იქ დასახლებულა აფშო ფშავში რა ეგ სხვა არის ხო ხომის პირდაპირ ხომის არა ეგ სხვა არის იქით სადღაც თიანეთის კუდებში სადღაც წვერი ფშო ყოფილა აფშო იქ დასახლებულა მიერდევდა ნადირობას ის კაცი გადმოდიოდა აქეთ ამ ტყეებში ნადირი იყო ნადირობდა იმით შენდა თავისი ოჯახით იყო ის წამოსული იქიდან დედმამა ჩოლშვილი ალბათ რაღაცა მეტი არ არის ხოდა მე ნადირშო გადმოხვა აქეთ მოვიდა წაფო აქეთ წამოვიდა აი დაბლა გვირაბები რო საირმეა შეჯახით მაგადილში მოუკლა ორი ირემი აქ სუწყა ყოფილა გაუარი მაგარი წე აქ რომ კაცის ფეხი ვაი შვიაში შემოვიდა და ეგეთი ხო რა ყოფილა და დაფიჟორი და მსუქნები ყოფილა ის ირმები ძალიან და მოსწონები ესად და წამოსულენ აქეთ და მან დამდგარენ მაგადილში აი მაგ ჭალაში მან დამდგარენ და საირმეა შეძახთ ახლა მაგადილს მე აქედან კიდე მოდიოდა ზევცეს ბიჭი ნადირობდა ისევე და გამოხვა ნადირი და აი გაღმე აი კლდეში მძვარეში მან წყალი ერთი ბუნებრივი წყალია წყარო გადმოდის და ამ წყაროს ქვია წარბას წყალი წარბას წყალს ეძახს ესე შემოყრებს წარბას წყალი ხოდა მაგადილზე იმ წყალზე მოსულა და იქ ფსიკი მოუკლა ერთი ამ ბიჭის მაგადილს ერთი ჩეჩიკონია მეორე შავი ხოდა დაუჯახებია წარბას წყალი და ისე წყალი ყოფილი აიღა სახი რომ მიშნელა ნიუტანიეს ხორცი მამას ეს სადმახტალი ეს ნადირი აგახსოვს ეს როგორ არის უკაც აიწდეკო ესეთი იყო რაღაც წიანიო კალდიანი არ გიდიოდა წყალი იყო იქ წყარო გადმოდიოდა და იმ წყაროზე ყოფილიყო და იქ მოვკალიო მე ამდგარეს მამა და ხორბალი რასაც წესებდეს მაშინდელი რა ხორბალი იყო ეს იფხლი იქნებოდა ო იფხლი იყო ძირითადად იქ ჩვენთანაც იცესებოდა მაშინაც კიდე მე რო კი გასულ ჩვენთან იყო ადესა იფხლი ეგენი ჩარატი იყო და ადესა იყო ო ეგეთი რაღაცა ქერი და ჩარატი ეს ჩაუყრია აი ვერძის მარცვლების ის ქონია გაკეთებული პარკი ხო სათუთუნეთ სამაგვეყარობდეს იმას და იმაში ჩაუყრია ეს იფხლი ხორბალი და გამოუჭანები ეს პატარა ისა პარკუჭა ერთი მოჭა ხოდა და ქისა ვერძის ქისა ხოდა უთქვია რომ აი ხო მიხოლო იმ წყაროსთანო იქ სადღაც მითხარ-მოთხარიო რაღაცა და დასწესოვა ბეთი რა მოვა ვიქავ რო ესეთ მსუქანი ყო ესეთ ღალიან ადგილი ყო იქაო მოსულა ბიჭი გაუკეთებია ესე როგორცა მამამ დაარიგა და მოუთხია ის დაუცესია და წავიდა მე იმან გააგზელე თავისი ამბავი გზა და შემოდგომაზე უთქვია მამას აბეთ წადიო იმ ადგილებშიო კიდეო გაიარეო რა მოხდაო მოვიდა რამე მოსავალი თქვა მოსულა ის ბიჭი კაცო მოუგლედია ის რაც იყო მოსული ის მოსავალი და გაუჩნია ის იქა და ერთი გუდა აუსია იქ გუდა არიცად საგდას ეძებოდა ის მთლიან აუსია ერთ პატარა მუჭა ხორბალს ხოდა წასულა წაუღია ეს ხორბალი ახლა იქაც მომკა და იმას უთქვია მამას რომ ერთმა ვერძისა ქისამა გუდა შექმნა და გუდანიო ამ სოფელს იქიდან დაერქვა გუდანი ხოდა წამოსულა ისინი აქ და აქ წე ყოფილა და მაშინ ისე ხევსურეთში კაცი არ ცხოვრობდა არავინ კაცი შვილი არ იყო აქ აი ამ ჩებში და გორებში კაცი შვილი არ ცხოვრობდა და აქ მოვიდნენ და აქ წე იყო სულს დაღუ გურანი წე იყო და გაკარგეს გამოკარგეს აქ ვაკი ადგილები და გააკეთეს და აი პატარ-პატარა ეყანი მე თანდათან გადაუმატეს და აი შესაძლოა ახლა ის ოფლის გვერდზე გვაქვს გაიგე და აგე მან დაი გორა აი ხადე კლდეთ ბოლოში პატარა გორა და იმ გორაზე გაუკეთებია სასაფლაო უკვე სოფელი გაიზარდა უკვე გადიდა ეს სოფელი მე იმ ბიჭს ეყოლა სამი ბიჭი ერთს დაარქვა არაბა მეორეს გოგოჭა და მესამეს ჭინჭარა და ესენი
უკვე განშტოვდნენ მე კიდე იმათ შვილები შეეძინა, შვილიშვილები და ეს ხალხი რო არ ეტეოდა ამ პატარა ერთ სოფელში, თანდათანობით გააფართოვეს ეს ხევსურეთის სოფლები. იქით გადავიდნენ არაბულები, გადავიდნენ გოგოჭურები, არაბებში ცხოვრობენ, აი ჭორმეშავი მანდაც გოგოჭურები ცხოვრობენ. მე მალიდან განშტოვდნენ კიდე წავიდნენ გიორწმიდაში, იქაც გოგოჭურები ცხოვრობენ. კი, მე ეს დანარჩენი ეს ინტერეულები კიდე აი აქ ჭრიეში, აქ ჯეჯეურთაში იქ გადავიდნენ და მე აქედან წავიდნენ ეს კისტანი, ლებაისკარი, შატილი. ეგ ადგილების მაშინდელ იმად დაიკავეს. ხო და განშტოვდა ეს ხალხი და ხევსურეთში უკვე წარმოიშვა ცხოვრება. აი ეგრე გაჩნდა ეს ხევსურეთი. მე შეივსე სოფლები ყველანაირად რა ვიცი უკვე გაიზარდა ეს ხალხის რაოდენობა, გამრავდა ხალხი და ხევსურეთი წარმოიშვა აქედან. აქედან ვარ წარმოშობილი და იქიდან დღემდე ჩვენ ავართ გუდანლები. აქედან ჩვენი ის დარჩენილი ვინც იყო. გვარები რომელი უფრო მრავალრიცხოვანი, არაბული, ჭინჭარეული თუ უფრო არაბულები და ჭინჭარაულები. გოგოჭურები უფრო არიან. შედარებით ნაკლები. ეს ძირითადი გვარიდან. ეს არაბა, ჭინჭარა და გოგოჭა მე ესენი გადაკეთა უკვე გვარებად. ხო და ჭინჭარაულები და არაბულები უფრო ეხლა მე როგორც აი ან წამიკითხე ეს არის რაღაცა, ან კიდე აი ეგრე აი ლაპარაკი მომისმენია. უფრო ეს ჩვენი გვარი ეს არაბულები და ჭინჭარაულები არის თელ აი საქართველოს მოდებულები რა. ძალიან ბევრი გვარი ამ გვარებიდან ნაწარმოები. გადაკეთდა კიდე რაღაცები ეს ფიცხელაურებიო ეს რაღაც სხვადასხვაგვარები რა ვიცი ციკლაურები და ესენი მე აქედან კიდე რაღაცები გადაკეთდა სახელის დამიხედვით აი ეგეთი რაღაცა და ძირითადად ეს გვარები ყველანი დიდი გვარები და მთავარი სალოცავი გუდანი თავიდან ხახმატი იყო როგორც ვიცი ხახმატის ჯვარი თავიდან არა ეს ჯვარიც მაშინ დაარსებულია როცა ისინი მოვიდნენ აქ აი ჯერ ყოფილა აგე მაღლა სანეს ვეძახთ იქ აი რაღაცა ციხის ნანგრევი დგას აი მე-12-13 საუკუნეში თამარი რო მეფობდა მაშინ აი იქიდან აი ჭალიდან არის ეს ქვაზიდული იქ და აი ხელში მიუწია ჯარი დაუყენებია ორმწყივა თამარს და ხელში გადაუცია ეს ქვა არაგვიდან და ის აუტანია იქ მაღალ იმაზე ადგილ და ციხე აუშენებია მაგის ციხეები ხომ რავალკან არის ის არის ესწავლება ბევრგან არის აშენებული და იქ აუტანია ეს ქვა და იქ აუშენებია ციხე რო ეს შემოსევები რო იყო ანუ ეს სალოცავი აქ არის და იგივეა ზევი თუ სანეს სხვა არა იქ ყოფილა პირველი სალოცავი გამხდარი სანე მემრა იქ საიდან გაჩნდა და როგორ დაჭრა რას ლოცულობთ ანაკანი წმიდა გიორგი ესე იგი წმიდა გიორგი არის ეს ძირითადად სალოცავი იქაც და მე აქედან ჩამოსულა აი აქ კიდე სოფელი ყოფილა მან ზევით მაშინ ადრე იქ სანამ ეს სალოცავი ჩამოვიდოდა მან და იმ სოფელში ცხოვრებულან კიმკაზაურები და ის ბაძრეულები ცხოვრებულან ვახერხევ მაშინ კიმკაზაურები ცხოვრებულან აქ და ხუგაულები კიდე ცხოვრობდნენ ეგ გამეძეძეუთა სოფელი პატარა სოფელი წილჩხეშია იმ წილჩხეში უცხოვრია იმ ბაძრეულებს და ყურაულებს ხო და ეს ხალხი თურმე ამ სალოცავს არ წამობდა არ მისდევდა ამ სალოცავს და იქ იყო სალოცავი და აქ ჩამოდიოდა და დაბლედა ხალხს ნიშანს აძლევდა რავი ხან იფნია მოვიდა ყვერფში ხან რაღაცა გველი ამოვიდა იმთან ერთად კიდე საღამოთი არაფერი იყო დილით იფნი იყო ამოსული და ძელი გველი ჰქონდა დახვეული ეს გველიც მოკლეს ეს იფნიც მოჭრეს და გადმააგდეს ხო და რო ვერაფერი გააგებია ამ უჩინარმა ძალამ ამ ხალხსა მე უკვე გამოიყენა ძალა გამოიყენა და 32 კვამლი ყოფილა მან 32 კვამლი და მე უკვე იმას ახლა უფლიდან ბრძანება მიუღია და რაღაცა თუმე ხადაგი მკითხავი ეგრე ამბობდა ამას წელიწად ნახევარში უკვე ამოწყდა სოფელი აღარ იყო გაუჩინა ჭირი ტიფი რაღაცა და ადგილზე შემოდა კაცი და სისხლს აღებინებდა და ყდებოდა უცბად ხო და ეს წელიწად ნახევარში სოფელი აღარ იყო და მე სალოცავი ჩამოვიდა მანდიდან მან დაბლა და მანდაც აშენებულია მამას ჩემ თქვის ახლა მომსწრე იყო იმისა რომ აი საკეთაეთ ორი სარი ტაძარი აშენებული და აფარია ლისტავის სპილენძი ორივეს მაშინდელი იყო თუ მე დააფარეს ეს აბა როდის იყო ახლა არა მე რა თქმა უნდა მაშინ სპილენძი მაშინდელი იქნებოდა რომ სახურავად იყენებდეს და სპილენძი აფარია და ის ერთი ორსართულიანი
და ორივე ორსართულიანია და სადაც ძირითადად ეს ხუცესები, დროშავეები და ხელოსნები და ისინი შედიან, იმის დაბლა არის სადაც ეს ლუდი იყრებოდა, კოდეს ეძახიან იმას და თურმე იქ აი ცხვრის სურცლი კიდე გამოდიოდა ის გაიგე აი მოწმენდაში იმ ნასაცხრევალი ყოფილა ეს ადგილი გაიგე ცხვრის ნაბინავარი იქიდან აი მამა ჩვენ თქვის რომ იქ აი მოწმენით ცხვრის სურცლი კიდე ხვრებოდა იმაშიო რამდენი საუკუნის წინ რამდენი საუკუნე ქისტი ყოფილა იმის აშენებული ექსალოცავი ქისტი ყოფილა საერთოდ იქიდან მოსულა ხელოსანი და იმისთვის აუშენებია და იქ არის ეგ ადგილი დაარსებული იმის შემდეგ მან და მე გადავიდა იმ გვარს გადახვეწ წმინდა გიორგი არის აგერ ზეშტეშოში არის ექსალოცავი კიდე აი ხაყნელში არის კიდე მან და წმინდა გიორგი სილოცვენ და აქედან ეს წმინდა გიორგი გამრავლდა მე და ჩვენც როცულოთ მისუს ბროლის კალ მე კიდე რა იყო მე ფერეკლეს შემოსება ჰქონდა რომელიღაც ამ ირანისგან თუ საიდანღაც აბასუეს მუსლიმანები აწვალებდნენ საქართველოს ამათგან იყო რა ეს ან თურქეთი იქნებოდა ან ირანი იქნებოდა და ეგეთი და უფრო ირანის ის შეის იყო შემოსება სპარსეთი მაშინ და იგრე გაუჩნდა საქმე ეკლის რომ ამ ჯარში გაუჩნდა წით უსლის ის ახორცება ჯარში ხალხი იქიდან ფრონტია გასული მთელი შემოვიდა და აი უკიდურესად ამდენ მივიდა და დაიჭირა ხევსურებს ეძახდა ერეკლე მეორე გოხია ჯერ პუშტამენობდა მე მიზაიდანენა ხოდა ამაზე დაარქვა და სახელად გოხიანი ხოდა იმათი ყოველთვის ჰქონდა ერეკლე მეფეს გაუკეხელი ხალხი იყო ხევსური ხალხი აი სამასარაგველი და ნავიღათ საიმეებიდან კიდე რომ ჩვენი ხალხი იმათაც გადახება უნდა არც დაგევა არაფერი გაიგებდა რომია თვითონ მიდიოდა თავის შენაკი ხოდა აი ეგრე იყო და შეტაში დაიჭირა ხევსურებს ანუ აი ეს ცინამიო იქიდან ფერი მოდის აქედან ეს დაავადებო და როგორც გასაშველი აღარ აქვს მე უცხესამ ხევსურებო მაგასაო წმინდა გიორგი უშელისო რას უშელისო და აი შეშთხოვეო შეშტირე რაღაცა იმასო გაუკეთეო რაღაცა შეწირულობო და შეიძლება ორივეს დაავადება გაქრესო და ერთანაც შემოგოჩესო ხოდა ამ ელექტრონეორეს მაშინ ახმეტეში ქონია ადგილები განახები აბა თელავში იყო ის მეფე იმას ქონდა იქ სადახტო ქალაქი და ეს ახმეტადა ესენი მთელი ხევსურეთში და ის იმის მაშინ შედიოდა საერთოში და ახმეტეში ქონია ვენახები ახმეტიდან გავდივარ სალამანაძის შეძე გადავარდა და იქის კალმიშკი წავართ იქ ხელმარცხე აი დიდი ადგილები თუნდა ქონდა და ეს ვენახები და ეს ვენახები შეუწირიან გუდანის ჯვრისა და წმინდა გიორგისთვის და შეუჩქრა კიდე იმას რა გამოსვლა ნობა და ეგეთიდან სასმის სამუტანა და ესე იგი პულმარილი და მოვიდოდა იმის საარსოში ან საარსოში და გაუკეთებდა იმ პულმარილი და ყველაფერს ხოდა ეს ჭირი ჩაქრამ იმაში ჯარში აღარ არის შეგანიკუნა ხალხი ჩაქრეის ჭირი და იმ ტერცან იმას გაიმარჯვა ხოდა მაშინ უჩქრია ერეკლეს ვეს წმინდა გიორგი კი არა ეს ყოფილა საფრთხო ხოდა ეხლა ხსენდება ეს წმინდა გიორგი ესე იგი ბერი ბაადური საფრთხო და ღუბის თავში შესანიშნავია ესე იგი ეს ღუბი ვეგაკეთ მოწყვეტილია და აი ეგეთი და მაგრა რომ შეტია ის ჩეხეკოშკი და შენი აი ეს ამის სახელი ყველაფერი გაენთიანებულია და ეს საფრთხო შერქმეული აქვს ერეკლე მეორისგან ბერი ბაადური საიდან ეს ბერი ბაადური ყოფილა ესეთი ბერი თავიდან ბერი და ეს ბერი ხო ამიტანი აი მორწმუნეებენ და მღვიმეებში ეს ყოფილა მის სახელი ბაადური და ეს ბაადური რომ მოკვდა უკვე ეს უფალმა მისი სული გადააქცე სალოცავად და აქედან გახდა მე შეერქვა წმინდა გიორგი მე შეერქვა იმ გიორგიმ რომ იმის მიმაზედის იქნა სალოცავად გახდა მე ეს სამწო კიდე შეარქვა ერეკლე მეორემ და თურმე აქ მოდიოდა ერეკლე მოქონდა ღვინო საკალავი რამე და იქ მიდიოდა სანის და იქ ადიდებდა იმას და შეშთხოვდა გამარჯვებას რა ვიცი ყველაფერს და როგორც აი პირადად ელაპარაკებოდა იმ ადამიანს ეგრე თურმე მიდიოდა იქ და ლაპარაკობდა იმ შერთან დაგებოდა და აი ეს მისგან აი გალზე ხოხი და
წერილი სამფილები ისე იქნება აქ ისინი თამბალდა გამგვარში იყო მაგდენი ისინი ეს ნაწერები შემოჩენილი მაგ და დაუწერია რომ და შედა თურმე ეკნება რომ თავის მომავალ მეფეს უწევდა ამ წერილს რომ ნუ ჩამიეჭასა ჩემს მოძმეც მინდა გიორგისა ეს ადგილებიო რომ იმან ისეთი საქმე გაუკეთა მაშინ ამ სალოცავმა რომ ეს ჯარი გამორჩა ეს ჭირი მოისპა ამ ჯარში და არავითარი მედიცინა არავითარი არ იყო მაშინ აბა ამდენიან სად იყო რას იყო და აი ახმეტის ვენახებიდან გვიანობად მე-20 საუკუნეში მოქონდა თუ ღვინო კი მოქონდა თურმე ღვინო ამას მამას ჩემი იყო მონსტრე და რომ აქ მოქონდა ღვინო ერთ საწდეს აქ უსხამდეს ამ ღვთისმშობელში მე მიχონდა და სანეს აქ უნდა ღვინო და იქ რო ადიოდეს ესე იგი აცენგენობას ჟამს სწირებდეს ესე იგი 600 იდგმოდა და ხსენდებოდა 6 ეს ხევსურეთის სალოცავები ეს მთავარი სალოცავები რომლებიც იყო ისინი იმ ღვინოზე ეს რომელი იყო ეს 6 სალოცავი ესენი იყვნენ სახმთო წმინდა გიორგი აი ეს დედა ღვთისმშობელი ეს იქით არის გადასული კიდე ბაცალიგოში არის და პირქუში ეს ხახმათის ჯარი ეგაც წმინდა გიორგის არის ნახსენები ეგ უფრო რაღაცა ადგილის სახელი ქვია ნაღრის გიორგის ეძახან ო ნაღვემშვენიერი მაგას ეგრეიდო ჩვენ ეგენი აი ეს ლიქობის ჯარი კოპალა და აი ეგენი იყვნენ 6 რა ვიცი რა გამომჩა კიდე მე მგონი აღარაფერი აი ეგენი ხსენდებოდეს ამ მოლაშქრის ეძახდეს მაგ სალოცავებს და 6 ეგენი ხსენდებოდეს ამ ჟამზე და ეს ჟამს ეძახდეს დილა როგორც მზე ამოვიდოდა უკვე მთებზე მზე მოვიდოდა დაჟდგამდეს დიდ საჭირს დაგებდეს ეს იყო ერბოს გან მოხალხული ხავწის გულიანი და იმას დაგებდეს ის იმხელა ცხებოდა ის რომ 3 თასი ეს საკმაოდ დიდი თასები ეს 1 თასები ზედიდიმოდა იმაზე 4 თასი და კაი თავთასები მოვთული ესენი და სადღა არიან თასი ეხლა რაღაცა ყველაფერი დაიკარგა ამას ძემდეს და ამაზე ხუცეში ხუცობდა ახსენებდა 6 სალოცავს და ავედრებდა ამ მთელი საყმოს თავის სალოცავების იმას მიმყოლ ხალხს და აი ესეთი რამე ამას ეძახდნენ ჟამის წირვას და ეს კეთდებოდა იმ ახმეტიდან ამოტალი ღვინოზე იქ სანეს აი ეგეთი ანუ ეგ წელწადში კეთდებოდა ათენგენაში მოდიოდა ერეკლე როცა თვითონ იყო მაშინ ერეკლე ამოდიოდა თურმე ყოველ წელიწადს არა 20 წელს ეცხედა თუ არა და მე მიდიოდნენ ის ერეკლე რო აღარ იყო ის ვენახების ევის იყო იქ და იქ ყავდა მომლელია ვენახების მომლელი აყოლებული და დაყენებული და ეს უვლიდა ვენახებს ესა ვისაც ყავდა ეს ვენახები ვისაც ჰქონდა ჩაბარებული და მე მიდიოდა აქედან ხალხი სპეციალურად და მოხდა დასტურებს წავიდოდეს ხო დასტურები მიდიოდნენ და მოხდა იქიდან ეს ღვინო და აი ეგრე ის კეთდებოდა ამ ღვინით აი ეს რაც თქვი ეს ყველაფერი და აქედან და ის თურმე ის აი ერეკლე მეორის ბეჭედი რაც ჰქონდა იმ ნაწერზე იმ ხელწერილზე იყო დაბეჭდილი ეს დამოწმებული რომ შინამდვილე იყო იმათი ხელწერით იყო ეს ყველაფერი გაკეთებული რომ და ეს მეწა ეს ვენახები რომ ერეკლე ფასტირან და საჩუქა ისენი და ნუ ჩამოიწმეო ესეთი ამესტერი უმიაწე მიკითხე და თურხაც ივანეს როშკერს წააკითხე ხელი საკითხვა მოსული რომელიც შემოწესე და იმას ხო რომ რასტერი ხარაფის სერიო წამაკითხეო და წავაკითხო რომ მომაჩი და წავაკითხე და შემიძლია ჩვენ წააკითხე რაღაც გარეთები შეგვიძლია ora ai es periodo che mi si sono ai che tirame ეს ხული დამოუკიდებელი ცალკე გვარია ხო ქისტაურები არის ეგ დამოუკიდებელი არ არის უკვე გარის კოპალაში ისარია ნიში როგორც არის კოპალაში არა სხვა გვარებთან რა ისაობს არა ამის შემოკრების ხავს გუდანის მაგანტი საერთოდ იყო მაგანტი ეს იყო ეგ ის მანდ ცხოვრობდა ორი კომიტურმე გულში და ის ბადრიაულები რო ცხოვრობდეს იქ ისინი ძალადობდნენ ამ გულზე გაიგე ის მეტი ერთი სიძე იყო იმათი ბადრიაულების ორი ძმა ხო ცხოვრობდა და ერთი სიძე იყო იმათი ქალი ყავდა და იმას ის ერთი ძმა მოუკლეს იქ
მისული საქალაქოდ მისული სასულიერო ჩვენთან მივიდეს მე და ისეთი მოკლეს და ითავისდესაც მოკლას უპირებენ გაიგე და ეს ადგილი უნდა დაეჭირა მაშინ მისებზე ხო გაყიდ გამოკიდებია ხო და ეს მაშინ გაუგა იმ ქალმა იმათი ქალი რომელიც იყო ქმარი გადმავალი აქეთ იქიდან ვახერხებიდან აქეთ მხარეზე გადმოიყვანა უკვე აქეთ იქიდან წავლა ფეხებში ხელი და წამაიღა იმ ყურეზე დაბლა ჩამოთარა იმ ხევზედეს ქმარი და დაბლა ჩალეში ჩამოიყვანა და უთხრა რომ რასვები ოი ქმარი ეუბნება რასაკეთებოდა ფერო ჩავწო ჩალეში ის გეწევთ აი შენს მე ქვემოკლეს უცხო შენს მოკლას გიპირებენო და წედიო მე დამანები ჩაიოდა შენს სოფელსაო და შენს ადგილს მიხედავ ანუ ეგ ოხერხევ ხდებოდა ეგ ოხერხევ ხდებოდა ხო და ეხლა რაღაცინი ამბობს მარტო გადააჩევის ბიჭი და ის რას გაუმკლავდებოდა კაცო იმ ხელასოფელი ყოს ბადრეულები ბახერხევ ან სულ თამომწონე და თავაყრილი ხალხი წამოვიდა ეს მე და მოვიდა აქ გუდან და აქ უთხრა ესეთი ამბავი ჩემთან და მაგრამ დამეშველი მიძმე თქვენ და ხო და დამეხმარენ ის ხალხი გავწვიტა იქიდან და ეგ ადგილი ჩვენ და ვჩებოდა მეც გადავშებიან სიკვდილი და უბედურება და იქნებით იმის შემდეგ ძმები და მაიყვანეს ხარი დაკლეს და ის კაცი იძმეს ხარქვაბით შეიყარა ამ მაგანში შედიოდა ამ გუნანისთვის იმაში გასული გვარები ეს არაბული გოგოჯული ინტერაული შოყელა დაჟეს არდოყელებს თავის სკამია ხო აქ გუნანი მაინტერესებს კიდე აი გადიოდეს ესენი მაშინის ნიკო საზონად იყვნენ აქ მოსული მე რო გიცხარო ნიკო აქ სამხდო ეგ გვარი ეგ მურღოები მოდიოდეს აქ ძირითადად მაგაც აქ სკამა აქ მოუტანა ძელ ქვაიზეს იქ იმას ეძახან საბეროში შალუშავის წინა იმაში კაი ჩარი გაკეთებული და ეს ძელი ქვა და ეგ მურღოებს მოუტანა იქიდან საერთოდ წამოღებულა მერკეჩით და და თავისში და დაბეში თქვა და სკამია ან თავისში რომ რამე დამსახურებისთვის ხო არა არა აქ რომ მოვაწყო ჩვენი სკამი ხოდა ჩვენი სკამი ის არის იქნებოდა რომ მოვლენი თავის სკამზე შეგებოდეს მანდ ეხლა და იმაში შევისწერი სად გასულ მოდიოდეს აქ ალექსანდრე ხაჯედა მაგლურის მალე კიბლე ეგ რადიოდის აქ ჩვენად მე კიდე ბოლოს შეგვიჩები უკნეს და იქო და ეგენი გამიშნები შეშვიდები და დაგე ჯამრულ სამყოფი იყო აქ ეგები აქ ხშირა მოდიოდეს კაცო და იმ ფაზეს შეგებოდეს თავის სკამზე თავის მოტანის და ეგეთი და მე იყო და ისეთი იყო გავრცელებული თითქოს ლაშქრობაში ომში ეხმარებოდეს გუდანის ჯვარსო და იმიტომ დაუდგესო საბატონო არა ეგ არ ყოფილა აი სამასირებელი წევდა ეგ ჯერ დაუდგენელი საერთოდ შემდეგ კარგად საბოლოო ისტორიას და იცი ეგ დაუდგენელია რომ ეს მარტო ფშავ-ხევსურეთი იყო ამ სამასირებელში თუ ეს მთიულგუდამაყარის შედიოდა რა თქმა უნდა იქიდან 300 კაცი აქ არ შეგროვდებოდა აი ლეგენდა არის რომ ამ სამასირებელი თუ წავიდა აქედან აი ახლა გოშერმასე და ხეობაში სოფელი რაღაცა ხუბა აყენარი ბაცალიკო შეირჩეო უკანა ხადუ ეგენი ხადუ ეგენი ერთი ისა ცნობილი რომ შანსი არაფერი რომ გაწყდა დროშა კარტერჩეშო და თიულმა ნინია აფსიალმე დროშა გამოიტაცა საერთოდ ეგ შეიძლება ანუ თიულებიც იყვნენ იქ თიულებიც იყვნენ ესე იგი იმას ამტკიცებს და ზოგი ამტკიცებს თიულები მარტო თიულები იყვნენ ცნობილია ლეგენდარულად კიდე რომ ბოლოს ეს სამასერებელი რო გაწყდა ერთ-ერთი დამჩალა აბა აი გუდანელი ყოფილი ჯანშათ ვეძახდა ჯანშოქუშათ ვეძახდა ქუშა ყანების არის ჯანშათები ეს ჯანშათ ყანები ჯანშოქუშათი და ის სამხარი და იმ მშრობისა ყოფილა ის აბა და ბოლოს ის დამჩალა მარტო კაი და იქ დროშა ნათქვამი იქ იმან იცოდა უკვე რომ ეს ხალხი აღარავის ხავგარშემო მოკვდა და თვითონ ის რომ მოკვდება ის და ბოლო წუთამდე სანამ არ მოკვდა კიდევ ხმალს იქნებდა ის და ეს ნაოდობას ის აი აბა ყოფილა ისი ჯანშათი ნუ წახოლო ჯანშაიშვილო დედისათახა რა იმითაო ეგ აი იმას უჭირებავეს მე მატერიალს იმისი და აი ესეთი რამე იყო და აქედან რომ წავიდეს იქიდან ამას ვამბობდი გორშამიდანო გამაიარენ ხალხო ჩვენ ბოსტანიგოს ეძახან ჩუბასო გამოსდებით იქ გზა გამოდის ყანებია სახრანსათეს ყანები და იქ რომ გამაიარა ამ სამასერაგველის ხალხმა 60 ყოფილა იქიდან წამოსული მარტო იმ ხეობიდან წამოსული 60 კაცია ახალგაზრდა იარაღი მეომარი 60 კაცი გამოვლე ჩვენ ბოსტანიგოსო 60 კაცი გაიარავ ეგრე ას ლეგენდა ნათქვამი იქიდან წამოსული
და წავიდა ყველა ძალიან ერთი მისველი ყოფილა კედელა ის მარტო გადაარჩა ვეღაც წავიდა და ცხენით წასულა ის მერე ჯარს დაძევინებია ცხენი და სადღაც სანამ ძეწეოდა მძარს ლეკის მსიო ყოფილა სადღაც გადმოსული კიდე და იმას სადღაც გადასწრებენ და იმათ მოუკლა ვისი აი ბავშვები ჩავდა უნებდა ჩოლი დაუყრდი ყვანი იმას კედელა ყოფილა კეთელაური ყოფილა ბისოვი ისი და აი ეს ამდა ხალხი თვითონ მიდიოდა იქაბაერზე რა თქმა უნდა დაბადიკება სამასერგელი ვინდა პატიჟა არავინ აქედანაც წავიდა ფშავიდანაც და თივლეთიდან აიქება ეს არაბის საუბა და წავიდა იქ და სულ აი გაწოდა და არცეთი არ დამონდა იქიდან ცოცხალი აი ის სამოსი ყველა ისტორიაში ისოცა მეორე სამასი არაგვი რომელსაც დააგვიანდა ჟინვალში ერეკლისთვის გამომდგარ თეზო შეხვდნენ და ამ აი ანანუშილო შეშაფარე თავი ერეკლემ და იმას 4000-იანი არმია გამოუშვა აღამაჰმად ხანმა ხო და აქედან წასულები დაგვიანებით მიმდინრები მომში საომრები მინარი ხალხი და თათრები ყოფილენ კიდე აქეთ საძოვარი ცხარი ყოლია აჰა 100 თუ 150 კაცი არ მოხსოვს სახელი იმათი მეტაური ვინ იყო ესენიც ამათ შეერთებიან არაგველებს აჰა და იმ 4000 კაცს შეებნენ მან უკან მიაბნეს კი არას უკუნი თქვა სულინეს და ერეკლი მაგით გადაარჩინეს ეგი ხო ის ანანუშილო შეაფარე მაშინ ერეკლეს და ჟინვალში შეხვდნენ ესენი სამოს მდევარს ეგი ის მახსოვდი დოკა მაგრამ აღარ მახსოვდა კარგად რომ ეს იცი ყვა ჟინვალში მოხდა ეს თუ არა ის სხვა სამასი იყო ის არ მიწო შეხვდნენ იმას ახაბას იჯარსა ეს მახსოვდა და სად იყო ეგიდან და ჟინვალში შეხვდნენ ეს მეორე წება მიდიოდა და ის პირველი სამასი არაგველი თანაში გაწყდა ხო ის ხო გაწყდა ეს თანაში რომ გაიშალე სამასი არაგველი ერეკლე მეორეში იყო მეორე დაბადებო ეგრეა ის ნათქვამი და აი ეგეთი რამე და მაგარი ხალხი იყო ჩვენი ხალხი მთის ხალხი რა მაგარი მეუმარი ხალხი იყო რა რომ ძალიან იმაში შევბოდეს არა აი ეს კაკუცა ჩოლაყაშვილი რომ გამოიქცა მანდიდან ამ ბოლშევიკებს რომ გამოიქცა და მარჯვეს მაშინ შემოსულა აქ და აი გუდან აი პაპაჩემის ის ყოფილა პაპაჩემის აქ აკვინები იმ კაცები ქისასახლი ახლა ბოლოში მანდიდანში მაგარი გასკონია სახლი და მათ მოსულა ამაში ყოფილა მაშინ აღარ ჩამიწეს აი გედა შაგამოდი და საფონ მოულალებს საძოვარში წვინა კაცი ჩემი ანდღერა იმყო თქვის მამაშემ და ბიზნესშემ საშევდი იმას ერთი ქალი ხოლია პატარა იმიდა რომ იყო თამრის მამა მაგისი დედა ლელა ქვნები და იმის მამას სულხანეული ქვნი მე და იმას შატილიონ თუმაკლის ხო და იმ სულხანეუს პირველად გაუტეხია საჯინჭარეულოში გვარი და ის ლელა წაუყვანია ცოლად არ ყოფილა გვარი გატეხილი ჭინჭარეულში არ თხოვდებოდა და არ გვარი სხვარზე და იმას გაუტეხია პირველად გვარი და წაუყვანია ის ქალი თავად გუდანელი იყო მაგრამ ცხოვრობდა გარისახოში და ჯერ ჩვენ და უწყუათ ესე გეგენი უწყუანი მამიშვილები და ჩვენ ასწრევანიოთ და ჯერ საძმო არ ქონია გაყრილები კი ვიყვნენ და ხა მამიშვილებით მაგრამ საძმო ისე ერთი ჰქონდა ამ ხალხი იქიდან ჭინაპილენ მაშინ გაუყრია საძმოს ქალი და წაიყვანა იმან და ის მოუყვა საძმოს გაყრიმეს ნიშნავს ეს ხვის მამკლავს აღარ მისდევენ ხო აღარ ეგ საძმოს გაყრა ხუეგარი და აი მაშინ და ის ქალს თურმე ისე მოკვდა პაპაჩემი მამაშემის ბიძა ალალი ბიძა რომ არ უშევდა სახში მამაშემ შეცხან სახში მოსულიყო ჩუმა და დედასთანაო და აი გაბრიდან აი გომურის გვერდზე სამყოფოები ჰქონდა ხო საკვამი ჰქონდა მიდან თოფ შაუგრევია იმ ქალისა თავის ბიძაშვილისა რომ აქ რატომ მოხვედიო ამაში პაპაჩემი ის ყოფილა ზენადებში ხუცეს იქ ყოფილა და ის დედა რომ მარტო გაიყო იქ ქალმა ხო გაიგა ისი და ამ დროს მოვიდა დედასთან სანახავად დედა მაინც ქალის მხარეზე გადაიხრება და იმან მიიღა იქ ქალი და ის მამა არღებულობდა პაპაჩემი და არც მამაჩემი და მამაჩემ სტოპი აქვს ნასრევი იქ ქალი რო აქ რატომ შემოხვედიო აი ეგრე და მაშინ ეს კაკუცა ჩოლაყაშვილი იყო იმ სახლში გამაგრებული თავისი და 7 კაცი ყოლია თუ რაღაცა თავის დაცვაში კაკუცას ბევრი ხალხი ყოლია და მთელი პირიქით პირიქათი ხევსურეთი დააზმენ კაკუცავდა აი მეტისწილი როა მან ფშავლების სოფელი იმ მეტისწილის ხეობაში იმაში ჭალაში შეკრეს ეს არაგვის ხეობა და გადაუდგეს ორსალშეურულობა რა გამოშეცდა ეგ ბოლშევიკებს გადაუდგეს იქ წინა აბა იმათ წინ არ დაუდგებოდეს კაცო ისინი შერეგებული იყვნენ ციცარერმე აიყო იმათ და იქ ბევრი დაუხორცია იქ მართალია მაგრამ მანდაც მე გუროს ორწყალში გამააქციეს იქიდან და მთელი პირიქით პირიქათი ხევსურეთი გაერთიანენ კაკუცამ და იმათ აი პარტიზან
ძალიან ულომებს უწყობდა და 12 კაცი კიდე დაიხურა. უჩუქურთა გადაწვეს. უჩუქურთა გადაწვეს, შატილი გადაწვეს. ვისოც გადაწვეს, ანალე ფხიტოზე გადმოვიდეს, ხასანოვი შემოვიდეს ბოლშევიკები და გადმოვიდეს ფხიტოზე და გუროს ორწყალში იყო დიდი ომი კიდე. იქამდე გადავიდეს, იქამდე და იქ მამას ჩემთან ერთად ასწავლე ის იქაურები, აი, მგონი ხონიშჭელი იყო როსტომა თუ ვიღაცა. ის მამას ჩემთან ერთად იყვნენ ასწავლეები და როსტომა იყო. სამ კაცი გამოვიდა, მგონი ერთ-ერთი როსტომა ახსნა და ორი კიდე ვიღაცა თქვის მამას ჩემო ერთად ვისხეითო და იმამას ჩემი გადააშთა უწლოვანობით და იმათ ალბათ რაღაც კიდე გასამართლებელი საბუთი გამოუჩინა და დანარჩენი შუ და რა იყო ის როსტომამ თქვის მე კი არ მომისვენო. ციხეში რო ეყვენითო და დაკითხვა უნდა ყოფილიყო. ქისტის გამოცდილი პატიმარი. ქისტო მღერა დაიწყისო, ვითომ რაღაც ტექსტს მღერის და როსტომას აგონებდა რომ გაგაიშვილო ეს კითხენოდა ეს თქვიდიო და ქისტო რომ იმღერს. ეგ ახლა ერთი. ხო ეგეთი რამე ყოფილა და გადაჭეს იქიდან თითოეულ